მაშასე ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო მოგესალმებით ტრადიციულად თავადი ლევან ლორთქიფანიძე და თქვენი მონამორჩილი გლეხი ოთარ-შამათავა ამ ჩვენს შეიძლება ითქვას სპეციალურად შერქმეულ გადაცემაში შეშლილი სამყარო, რომელიც პერიოდულად ძალიან ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც მართალი გითხრა არის ჩვენ გარშემო და არა მარტო დღევანდელ დღეს ისტორიულად მოვედით და საერთოდ დღეს მართლაც უჩვეულო შეშლილ სამყაროში მოგზაურებთ თვითონ მოგიყვებით რენესანსის ეპოქის მხატვრებზე, უბრალოდ არაიტალიური რენესანსი. არამედ მათ გერმანელ და ნიდერლანდელ კოლეგებზე, ასე ვთქვათ, იმ შემოქმედებზე, ვინც შექმნა ეპოქა, ძალიან მნიშვნელოვანი და სრულიად განსხვავებული ეპოქა, რომელსაც მერე დაარქმევენ ჩრდილოეთის რენესანსს. კი. მაშასე ეთერშია შეშლილი სამყარო. როცა მემზადებოდით ამ გადაცემისთვის, რაღაცებს ვათვალიერებთ ხო, რაღაც ტიპის კვლევაძიებებს, საბუთებს, ჩანახატებს რაღაც და ძალიან მომეწონა ერთგან მინიშნება ასეთი, რომ რა საიდუმლო ნიშნები ჩამარხა მხატვარ მათემატიკოსმა ალბრეხტ დიურერმა თავის 5 ცნობილ გრავიურებში. კარგი მხატვარი ძვირად უნდა აფასებდეს თავის ქმნილებებს, რადგან ის რაც შეუფასებელია, ძვირი ვერ იქნებაო, წერდა დიურერი. და მართლაც ახლა გრავიურებზე ვსაუბრობთ, მისი ნამუშევრები დღეს ერთ-ერთი უძვირფასესი ქმნილებებად არის, ასე ვთქვათ, აღიარებული. ხოლო აი ამ გრაფიკაში და ასე ვთქვათ, ამ მინიატურებში, გრავიურებში ჩადებული საიდუმლოებები თავსატეხია, უკვე მე-5 საუკუნეა, ბევრი ექსპერტის, ხელოვნებაცოდნესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას დიურერს უწოდებენ გერმანული მხატვრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს, ჩრდილოელ ლეონარდოს და რატო? ესე იგი, ბევრი სხვა გენიალური, ვთქვათ, თანამედროვესი თუ შემდგომი თაობის მხატვრებისგან განსხვავებით ის ცხოვრებაში აღიარებული იყო და არა მარტო თავად იქცა ნათელი მაგალითი კომერციულად წარმატებული მხატვრის, არამედ მიაგნო ერთგვარ რეცეპტს იმისას თუ როგორ შეიძლება იყო წარმატებული და გზა გაუყვალა ამ მხრივ სხვა თავის თანამოძმეებს და კოლეგებს. რით შეძლო მან ეს? პირველ რიგში იმით, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც პირველმა ხელოვნებათა შორის დაიწყო ბრძოლა საავტორო უფლებებისთვის. ანუ დაიწყო დევნა თვითმარქვია მხატვრების, ვინც ხატავდნენ და თავიანთ ნახატებს ასაღებდნენ როგორც დიურერის ნახატებს და ასე ყიდდნენ მათ, მოკლედ დაუპირისპირდა მათ. პირველი იყო, ვინც რეგულარულად დაიწყო ხელის მოწერა თავის ნამუშევრებზე, შექმნა ეს ლოგოტიპი, ID, რომელსაც ხედავთ ახლა ძვირფასო ტელემაყურებელო, ის არის პიონერი აკვარელით ხატვის. ის არის ერთ-ერთი პირველი ჩრდილოელ მხატვრებს შორის, ვინც ავტოპორტრეტი დახატა. და ამასთან ერთად ეს არის ადამიანი, რომელმაც დიდი მეცნიერული, ასე ვთქვათ, საგანძური დაუტოვა შემდგომ თაობებს. მისი ინტერესების მრავალფეროვნება და ერუდიცია მართლაც რაღაცა გაკვირვებას იწვევდა. ყოველთვის, იმიტომ რომ კარგად ერკვეოდა ის ანატომიაში, სამხედრო საქმეში სხვადასხვა და სამხედრო ინჟინერიაში, შექმნა არაერთი ტრაქტატი სახელმძღვანელო, მაგალითად მათემატიკის სახელმძღვანელო შექმნა, რომელიც იქამდე საერთოდ არ არსებობდა. ეს არის პირველი მათემატიკის სახელმძღვანელო გერმანულ ენაზე. მამამისი იყო იუველირი. იმიტომაც უკაცრავად, იმიტომაც ეძახდნენ მას ესე მხატვარი და მათემატიკოსი. მხატვარი, მათემატიკოსი და ჩრდილოელი ლეონარდო, ანუ აი მას ადარებდნენ, ხო. მამამისი იყო იუველირი, რომელიც საშოვარზე ჩამოვიდა ნიურნბერგში, უნგრეთიდან. 18 შვილი ყავდა და ახლა სარჩენი ყავდა ეს. და ნიურნბერგი ამ დროს იყო ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. მალე გაერკვა იქაურ პერიპეტიებში მამა დიურერის და მოკლედ მე საქმეც ჰქონდა, შემოსავალიც, ანუ კარგად ცხოვრობდნენ ისინი და შვილსაც, სეხნია შვილსაც გაანდო ეს საიდუმლოებები ამ თავისი ხელობის, მაგრამ შვილმა მთელი ეს ამაგი ჩაუყარა წყალში. ამ მოვალმა გენიოსმა არ ეხმარებოდაო შეკვეთების შესრულებაში მას და მთელ დროს ატარებდა მეზობელი ყავდათ მათ მიხაილ ვოლგემუტი, ესეთი მხატვარი და მოკლედ იმასთან ატარებდა და ერთხელაც მამას გაუმხილა რომ მე არ მომწონს ეს შენი საქმეო და
მხატვრობაზე ოცნებობდა, იქნებ მიმაბარო შეგიძლიათო და ამის გამო მეზობლებმა იჩხუბეს. მაგრამ როგორც თვითონ ალბრეხტი წერს, ჩემი გავიტანევა მოკლედ და გავხდიო ვოლგემუტის, ასე ვთქვათ, შეგირდი. რატო არ მოწონდა მამამის, ვთქვათ, ეს მხატვრობა? იმიტომ რომ არ თვლიდა, რომ ეს არის სარფიანი საქმე. მაშინ მხატვრები არ იყვნენ, ასე ვთქვათ, დაფასებული ხალხი როგორც ჩანს. და ეს სხვათა შორის ალბრეხტ დიურერი არის პირველი მხატვარი, ვინც დაწერა ავტობიოგრაფია. იქამდე ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში რაც ჩვენ ვიცით და ერქვა ამ ავტობიოგრაფიას საოჯახო ქრონიკა. და აქ წერს, რომ მოკლედ ძალიან მადლიერი ვარ მე ვოლგემუტის, მაგრამ მისმა შეგირდებმა ამითვალწუნესო და მოკლედ ხშირად მაყენებდნენ შეურაცხყოფასო, მამცირებდნენ, მაგრამ იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ მათ დაცინვას და ჩაგვრას მოთმინებით ვიტანდი და ვოლგემუტისგან ფერწერისა და გრავიურის კომპოზიციისა და ხატვის ტექნიკის საფუძვლებს ვეუფლებოდიო. ამ პერიოდში გრავიურა ახალი ხილია. მაგრამ ძალიან პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება, იმიტომ რომ დაიწყო ამ დროს ევროპაში გახსნა სტამბების. იყო ესეთი კაცი გუტენბერგი, რომელმაც შექმნა მოკლედ ეს საბეჭდი ინდუსტრია, ხო? და ამ წიგნებს სჭირდებოდა ილუსტრაციები და ამით დაინტერესდა ძალიან მოკლედ ეს ჩვენი მთავარი გმირი, ჯურერი. მიხვდა რა, რომ ვოლგემუტისგან მეც დიდად ვერაფერს ვერ ისწავლი და წავიდა ის კვალიფიკაციის სასამართლებლად შვეიცარიაში და ნიდერლანდებში. თან სწავლობდა, თან ხატავდა, თან ყიდდა ამ ნახატებს და თან მოკლედ მუხჩაუხრელად მუშაობდა ილუსტრაციებზე წიგნების და 4 თვე თუ 5 თვე იყო ის ბაზელში, მოღვაწეობდა იქ და 250-ზე მეტი მინიატურა და გრავიურა შექმნა იქ და მათ შორის იყო ძალიან პოპულარული ესეთი ნაწარმოები იმ დროისთვის, ჰუმანისტი მწერალი იყო ერთი ბრანტი, სებასტიან ბრანტი და დაწერა მან ბრიყვების გემი, ესეთი პოემა. და ამის პირველი ილუსტრატორი გახდა სწორედ ჯურერი. ამას გარდა კიდე უამრავი გრავიურა შექმნა და გაითქვა მოკლედ სახელი შვეიცარიაში ძალიან. და მიწერა ამის შესახებ მამამისს და მამამისისგან მიიღო წერილი, რომ სასწრაფოდ დაბრუნდი უკანო ნიურნბერგში. იმიტომ რომ ძალიან ხელსაყრელ პარტიას მივაგენი რომ დაგაქორწინო და ეგ მოკლედ ხელი და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობასო და ჩამოვიდა უკან სხვათა შორის. მიატოვა ეს წარმატებული თავისი კარიერა შვეიცარიაში, ჩამოვიდა უკან და საბედოს ბეჭდის ნაცვლად გაუგზავნა ავტოპორტრეტი. აი თქვენ ხედავთ ახლა ეკრანზე ამ მის ნამუშევარს, ხელში ამ ახალგაზრდა კაცს ნარშავი უჭირავს, ესეთი მცენარე იყო, რომელიც ერთგულების სიმბოლოდ ითვლებოდა და მიაწერა თან ამ ნახატს, ზემოთ ლათინურად მიაწერა, რომ ჩემი ბედიო ზეცაში წყდებაო. ეხლა რა შთაბეჭდილება მოახდინა ამან ოჯახზე, ანუ საბედოსი, მისი საბედოს ოჯახზე, ეს არ ვიცით ჩვენ, მაგრამ ფაქტია, რომ აგნეს ფრაი და ალბრეხტ ჯურერი დაქორწინდნენ და ამ ქორწინების შედეგად მარტო ცოლი კი არ შეიძინა ამ შემოქმედმა. არამედ ძალიან ესეთი გამოცდილი აგენტი, რომელიც ყიდდა მერე მის ნახატებს. ფული ისაც არ აკლდათ, თქვით, რომ დიდარი კაცი იყო ძალიან აგნეს ფრაის მამა, ჰანს ფრაი, ქალაქის საბჭოს ერთ-ერთი გავლენიანი წარმოჩენილი წარმომადგენელი იყო, წევრი იყო, ჰქონდა თავისი ბიზნესი, სიძეს სახელოსნო გაუხსნა ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ბევრი შეკვეთაც ჰქონდა ჯურერს და დაფასებულიც იყო, მაგრამ მათ, ვთქვათ, ცხოვრებას, ოჯახურ ცხოვრებას აგნესისა და ალბრეხტის თან ბედნიერს ვერ უწოდებენ, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ფაქტობრივად ერთად არ ცხოვრიათ და შვილიც არ ყოლიათ. რატო? ამ დროს ზუსტად მათი დაქორწინებიდან მალევე დაიწყო სახალხო გამოსვლები გერმანიაში და ამას დაემატა მე რელიგიური კონფლიქტი, რომელიც მე გადაიზრდება ეკლესიის რეფორმაციაში და მარტინ ლუთერი გამოჩნდება თავისი შრომებით და აზრებით და ასე შემდეგ და თან ეპიდემია გავრცელდა რაღაცა გერმანიაში და აგნეს ფრაი მიატოვა ხალხმრავალი ნიურნბერგი და გაიქცა თავის მშობლებთან ციხესიმაგრეში ქალაქ გარეთ და ალბრეხტმა ამით ისარგებლა და წავიდა იტალიაში. სადაც ამ დროს ელოდნენ მეორედ მოსვლას. იმ დროს ფლორენციაში იყო ერთი კაცი, რომელიც ფაქტობრივად მართავდა მაშინ ფლორენციას, ეს იყო დომინიკელი ბერი, ჯიროლამო სავონაროლა, რომელიც დაუპირისპირდა მაშინ რომის პაპს
მაშინდელს და თან ყველა თავის ქადაგებაში ამბობდა რომ მეო ესე იგი ჩვენდება მქონდაო რომ რომის ცაზეო ღრუბლებიდან ჩამოვიდა ხმლებიო და ეს ნიშნავს რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდებაო. ამ დროს მას დაუპირისპირდა ერთი ფრანცისკანელი ბერი ფრანცისკ პულია იყო ესეთი კაცი და იმან შესთავაზა მოკლედო ცეცხლით გამოცდაში გიწევს შენ. ეს რა იყო მოკლედ ეს ორივე დაპირისპირებული ადამიანი უნდა შესულიყო ცეცხლში და ღმერთს უნდა გადაერჩინა მოკლედ მართალი და მტუანი უნდა დამწვარიყო. მიიღო ეს გამოწვევა საუნევრელო მაშინ. რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, ჩავიდა ფლორენციიდან რომში, გააჩაღეს ცეცხლი, მაგრამ ეს საგამოცდო ცეცხლი ჩააქრო წვიმამ და ეს მიიღეს როგორც ღვთის განგებულება და მოკლედ აღარ შედგა ეს სასიკვდილო ასპარეზობა, მაგრამ საუნევრელო დაატყვევეს რომის პაპის ბრძანებით, აწამეს ეს კაცი ჩამოახვჩეს და მე მაინც დაწვეს. ამ ამბავმა დიდი ნებათაღელვა გამოიწვია იტალიაში და მათ შორის რომში, ფლორენციაში და ასე შემდეგ და ამან ერთგვარად ასახვა პოვა შემოქმედებაში ჯურერის, რომელიც ამ დროს უკვე იტალიაში იყო. ამ დროს ხმის ის ძალიან ბევრ წარმატებულ ნამუშევარს და მათ შორის მოკლედ აპოკალიფსის მხედრებს, ეს ცნობილი მისი გრავიურა ხედავთ ახლა თქვენ მას თქვენს ეკრანზე. ამ ვენეციაში მოღვაწეობის დროს ვენეციაში იყო ერთხანს დახატა მან ყურდღელი და ხედავთ ახლა თქვენ ამ ყურდღელს და თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ყურდღელი ფერადი ფანქრებით კი არ არის შესრულებები, არამედ საღებავით, ხო, მიხვდებით რა დიდოსტატთან გვაქვს საქმე. ამ დროს ვენეცია არის რენესანსის ერთ-ერთი ცენტრი და იქ ძალიან ბევრი დიდოსტატი მოღვაწეობს და აი მათი ნამუშევრების ხილვით მათთან მეგობრობით ძალიან გაიმდიდრა მან საკუთარი შემოქმედებითი არსენალი ჯურერმა. იქ იყვნენ ძმები ბელინები, იქ იყო ჯორჯონე ტიციანი იმ პერიოდში. აი 1500 წლით თარიღდება ეს ავტოპორტრეტი, რომელსაც ახლა ხედავთ ზურფოს ტელემაყურებლებო, რომელიც რევოლუციური მნიშვნელობის არის. რატო? იმიტომ რომ იქამდე ერიდებოდნენ მხატვრები ავტოპორტრეტების შექმნას და ჯურერმა დახატა მოკლედ ეს ნახატი და დახატა თან რაკურსში ანფასში. და ანფასში მაშინ გამოსახავდა მხოლოდ მაცხოვარს, წმინდანებს და მეფეებს და უცებ ამან გამოსახა საკუთარი თავი. და მე ამას იმით იხსნის, რომ ამ ხაზი გაუსვიო მეო, რომ ადამიანიო ღვთის ხატად არის შექმნილი, ხო. და სხვაში 3/4-ში ცხადავდა. ხო, ხო. ანუ არა ანფასი მარტო და პროფაილი, არამედ 3/4. არის ესეთი ლეგენდა, რომ აი ამ პერიოდში ის ჩავიდა მილანში თითქოს და იქ მუშაობდა იმ დროს ლეონარდო და ვინჩი და თითქოს და ჩრდილოელმა ლეონარდომ და ლეონარდომ ერთმანეთი გაიცნეს. მაგრამ ნუ ეს კაცმა არ იცის. უფრო დაზუსტებით შეიძლება ვთქვათ, რომ რომში მოგზაურობის დროს მან გაიცნო რაფაელი, რომელიც მაშინ ძვირფასო ტელემაყურებლებო მუშაობდა, ესე იგი, ვატიკანში სტანცებზე. ხო, წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობაზე იყო. იქ იყო რაფაელი ამ დროს. და კიდე ნუ მოკლედ გაიცნო იტალიური კულტურა, მან და 1507 წელს დაბრუნდა უკან სამშობლოში ნიურნბერგში, სადაც დიდი პატივით მიიღეს, იმიტომ რომ ჩამოდიოდა მისი წარმატებების ამბები ეტყობა როგორც ჩანს სამშობლოშიც. დაიწყო მან ხატვის სახელმძღვანელოს შექმნა და ეს იყო პირველი ხატვის სახელმძღვანელო გერმანულ ენაზე, სხვათა შორის რა. ასევე მისივე დამსახურება გრავიურა, რომელიც იყო ხელოსნობის ნიმუში, იქცა ხელოვნების ნიმუშად და აი ხა ამ სამ გრავიურას ხედავთ, მათ მის გენიალურ გრავიურებს, პირველს ქვია რაინდი, სიკვდილი და ეშმაკი, მეორე არის წმინდა იორენიმე საკანში. ხო, კელიაში და მესამე არის სწორედ ეს მელანქოლია, ხო? უცნობილესი და უსაიდუმლო ეს. ესე იგი ამ ნახატებში ჩაკარგულ საიდუმლოებებზე იტეხენს თავს სწორედ დღეს და უამრავი ექსპერტი და ამას გულისხმობდა, იმას გულისხმობდა და ასე შემდეგ. ჯურერმა ერთი გააკეთა ამ გრავიურებშიც, რომ ყველა მონაწილე ამ კომპოზიციის რაღაცა დატვირთვით არის. კი. აზრობრივი, კომპოზიციური და პერსონიფიცირებულია და პერსონიფიცირებულია სულ. რაც და კიდე ერთი საინტერესო თვისება ამ გრავიურებს, რომ მასზე არის დატანებული იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან ციტატები, რომელიც არის გერმანულ ენაზე ნათარგმნი და
არის ასეთი ვერსია, რომ გერმანულად ეს ციტატები თარგმნა თავად ჯურერმა. შესაბამისად, მას უწოდებენ გერმანული ლიტერატურული ენის ერთ-ერთ ფუძემდებელს. ერაზმუს როტერდამელიც უნდა ვახსენოთ, რომელიც უდიდესი თეოლოგი იყო იმ პერიოდის კათოლიკური სამყაროსი და მეგობრობდა მასთან ჯურერი. და ამბობენ, რომ სწორედ მისიო ნაშრომები გახდაო, ერაზმუსის ნაშრომები გახდა ინსპირაციაო მისი აი ამ გრავიურების. მუშაობდა ის კიდე ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებასთან, ეს არის წმინდა რომის იმპერიის იმპერატორთან, მაქსიმილიანე პირველთან, რომლის დაკვეთითაც შექმნა, ეხლა თქვენ ხედავთ ძვირფასო ტელემაყურებლო ტრიუმფალური თაღი, ესეთი სული ამ სიტყვის მნიშვნელობით რაღაც გრანდიოზული ნამუშევარია, 3 მეტრ ნახევარი არის მისი სიმაღლე და 3 მეტრია განში. და ამხელა ერთიანი ხის პიცა, ანუ ფირფიტა ვერ შექმნეს. მაშინ და ამიტომ გაკეთებული არის 200-მდე პატარა ხის ფირფიტა, რომელზეც არის დატანებული მაქსიმილიანეს ცხოვრების ეპიზოდები და მალევე აირჩიეს ქალაქის საბჭოში. უმაღლეს საბჭოში და გავლენიანი კაცი გახდა ამ მიმართულებითაც. თან ქალაქზე ზრუნავდა, თან ხატავდა და თან წერდა. და აი ამ დროს შექმნა მან მათემატიკის სწორედ სახელმძღვანელო, რომელიც პირველი სახელმძღვანელოა გერმანულ ენაზე. დაწერა წიგნი იარაღზე და ფორტიფიკაციაზე, ანუ და აბაშიც გამოაჩინა თავისი ცოდნა, საოცარი ცოდნა, თქვათ, სამხედრო საქმეში და ამის პარალელურად ძალიან დაყოფიერი იყო, როგორც შემოქმედი და ფაქტობრივად ნიურნბერგშივე გარდაიცვალა ის. სხვაშორის ბოდიში გაწყვეტე, კიდე ერთი საინტერესო დეტალია მისი გრავიურების და აი ამ ნახატების, რომ არის რამდენიმე განზომილებიანი გრავიურები, ანუ შეიძლება ჩაიწევი მარცხნივ, ის გამოსახულება გარკვეულწილად მიყვება სადღაც. ანუ ეს არ არის სტატიური რაღაცა ესეთი ფრონტალური კომპოზიცია. რაც დღესაც ძალიან რთულია და წარმოიდგინეთ, როდის აკეთებდა ეს მაგას ადამიანი. აი ზღვის გველეშაპი თუ რაღაც კომპოზიცია იქ რო გაიწევი, იქ მოყვება უკან ის სასახლე, იქ ანუ რაღაცა უნიკალური საერთოდ ითვლება ერთ-ერთ სწორი თქვენ, აი ჩtildeოელ გენიოსად როგორც ლეონარდო. დიახ. და აი რა წერია მის საფლავს, ის რაც მოკვდავი იყო ალბრეხტ ჯურერში, აქ განისვენებს. და კიდე ერთი დეტალია, ეს გვარი ჯურერ. მისი რო ჩამოვიდა ისაცხოვრებლად გერმანულ ტრანსკრიფციაში ნიშნავს კარებს. ჯურერ, ხო? ჯურერ. ანუ ესეც სიმბოლოა რა. შეაღო კარი რაღაც ახალ მიმდინარეობაში, ახალ სივრცეში, ხო? აი ახლა ჯურერის გარდაცვალების წელს, ან შეიძლება 2 წლით ადრე ამ გვიან, დაიბადა კიდე ერთი დიდი ლეგენდა ამ მიმართულების, რომელზეც გვექნება ახლა სიუჟეტი ჩვენ და ვნახოთ სიუჟეტი და მე დავბრუნდეთ უკვე სტუმართან ერთად. ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია, მაგრამ მიაჩნიათ, რომ პიტერ ბრეიგელ უფროსი დაახლოებით 1525 წელს დაიბადა ბრედაში და შემდეგ თითქმის მთელი ცხოვრება ანტვერპენში გაატარა. ის რენესანსის ჩრდილოელ ოსტატთაგან ერთ-ერთია, რომლებიც იმ დროს თანდათან ბაროკოს და აკადემიზმს უხდიდნენ ხარკს. ზოგჯერ ბრეიგელს ჰიერონიმუს ბოსხის მემკვიდრეს უწოდებენ, რომლის გრავირებულ ასლებსაც სხვათა შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში აყალბებდა და ყიდდა. ბრეიგელი დაიბადა მხატვრების ოჯახში, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მისი მისწრაფება წინასწარ იყო განსაზღვრული. მისი ვაჟებიც მხატვრები გახდნენ. რა თქმა უნდა, ხელოვნების ისტორიაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობით ისინი მამას ვერ შეედრებიან, მაგრამ ამის მიუხედავად შემორჩა მათი ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილიც მამის ნამუშევრების ასლები გახლავთ. რენესანსის ეპოქის მხატვრების მსგავსად, პიტერ ბრეიგელ უფროსს უპირველეს ყოვლისა აინტერესებდა ადამიანი, საკუთარი წინააღმდეგობებით, მანკიერებითა და სიკეთით. და თუ მისი წინამორბედი ჰიერონიმუს ბოსხი თავის ნაშრომებში ცოდვებს არაურაზროვნად აფასებდა და აჩვენებდა რასასჯელიელის ცოდვილს, ბრეიგელი თითქოს ამ ყველაფერს გარედან უყურებს. უბრალოდ ცხოვრების მრავალმხრივობას აღწერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
პიტერ ბრეიგელმა სრულიად ახლებური სტილი აღმოაჩინა და დაამკვიდრა. ის თავის სათქმელს ანდაზებისა და გამონათქვამების მეშვეობით გადმოსცემს, რომლებიც მის ნახატებში ცოცხლდება. ზეპირსიტყვიერების ეს სახეობა მეტად პოპულარული იყო. მათ აგროვებდნენ, იწერდნენ და აქვეყნებდნენ. 1500 წელს როტერდამელმა ფილოსოფოსმა ერაზმუსმა ანდაზების კრებული გამოაქვეყნა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მე-16 საუკუნეში ადამიანები ვიზუალური ინფორმაციით არ იყვნენ განებივრებული. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რა გაოცებას იწვევდა ბრეიგელის ნამუშევრები მის თანამედროვეებში, რადგან მათში ჩადებული საიდუმლო უნდა გაეშიფრათ. ბრეიგელის უნიკალური ნახატები სავსეა საიდუმლოებებით, გამოცანებით, სიმბოლოებით და ალეგორიებით. ლეგენდარული ბაბილონის გოდოლი ოსტატმა 1563 წელს შექმნა. ცნობილია, რომ ბრეიგელი ამ თემას სამჯერ მიუბრუნდა. მათგან შემორჩენილი მხოლოდ ორია. დიდი ბაბილონის გოდოლი ვენაში ინახება, ხოლო პატარა როტერდამში. ასევე არსებობდა სპილოს ძვლის მინიატურა, მაგრამ მას ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ანტვერპენი, რომელიც ბრეიგელმა თავის სტილოზე გამოსახა, მაშინ უცხოელებით იყო სავსე. ზღვისპირა ქალაქები სწრაფად იზრდებოდა და ივსებოდა სხვადასხვა სარწმუნოების ვაჭრებითა და მქადაგებლებით. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქის მოსახლეობა გაორმაგდა და ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა. აქ ცხოვრობდნენ კათოლიკეები, პროტესტანტები, ლუთერანები და ბაპტისტები. ნიდერლანდელები დაუცველობამ და შიშმა შეიპყრო. სწორედ ამ მიზეზით მიიპყრო ბიბლიური გოდოლის ლეგენდა პიტერ ბრეიგელის ყურადღება, რომელსაც 3 ნამუშევარი მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის პოპულარობის მიუხედავად, პიტერ ბრეიგელამდე ვერც ერთმა მხატვარმა შენობის გრანდიოზული ზომების ასე დამაჯერებლად გადმოცემა ვერ შეძლო. მისი ბაბილონის გოდოლი საოცარია, არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ საინჟინრო საქმის ფუნდამენტური ცოდნით, უმცირესი დეტალების და ელემენტების ზედმიწევნითი დამუშავებით. ბრეიგელის სტილოს უფრო დეტალური დათვალიერებისას ჩანს მხატვარმა კომპოზიციურად როგორ განალაგა სამშენებლო მოედნები და მათზე მიმდინარე სამუშაოები. გოდოლი ძალიან არათანაბრად შენდება. მისი ქვედა სართულები უკვე დასახლებულია. მისი ბინადრები ფანჯრებსა და კარებში ჩანან. ნახველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც 3-მდე მაღალი გოდოლის აშენების იმედი დაკარგეს, გადაწყვიტეს უკეთ მოეწყოთ მისი ის ნაწილი, რომელიც მიწასთან, რეალობასთან უფრო ახლოსაა. ამით მხატვარს სურდა ხაზი გაესვა იმ აზრისთვის, რომ გოდოლი სამუდამო შენებისთვისაა განწირული. ღვთის სასჯელი უკვე იწვნიეს ოსტატებმა. უკვე სხვადასხვა ენებზე საუბარი დაიწყეს და თითოეული მათგანი საკუთარი სურვილის მიხედვით აშენებს. ამ არაშეთანხმებულობის გამო მშენებლობას დასრულება არ უწერია, სადაცაა ერთი შეხედვით ძლიერი კოშკი ჩამოინგრევა და გაამპარტავნებულ ადამიანებს ნანგრევების ქვეშ მოიყოლებს. წინა პლანზე ნახატის ქვედა მარცხენა კუთხეში ხედავთ ბრეიგელის ჟანრის ტრადიციულ სცენას. ბიბლიური მეფე ნებროთი, რომელმაც კოშკის მშენებლობა შეუკვეთა და მისი ამალა მშენებლობის ადგილს სტუმრობენ. სხვათა შორის ბიბლიური პერსონაჟი ძალიან ჰგავს მე-16 საუკუნის დიდებულს და ეს შემთხვევითი არ არის. მხატვარი ყველა ხერხით კარლ მე-5-ზე მიანიშნებს, რომელიც ბრეიგელის დროს განსაკუთრებული დესპოტიზმით გამოირჩეოდა. ბრეიგელმა 1559 წლის ნიდერლანდური ანდაზები შექმნა, რომელიც ზეთით ხეზია დახატული. ერთი შეხედვით ნახატი უამრავი პერსონაჟის უაზრო კრებულს ჰგავს, რომლებიც მე-16 საუკუნის ურბანულ ლანდშაფტში არიან განთავსებული და ყველა საკუთარი საქმით არის დაკავებული. სინამდვილეში ის 118 ანდაზასა და გამონათქვამს ასახავს, რომლებიც თითქოს ცოცხლდება. ნიდერლანდური ანდაზები არა მხოლოდ მხატვრობის, არამედ ზეპირსიტყვიერების ძეგლიცაა, რადგან მრავალი გამოთქვა დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ბრეიგელის ნახატის წყალობით გაიხსენეს. ბრეიგელი თანმიმდევრულად თითქმის ყოველ ნახატში იყენებს თავის საყვარელ ტექნიკას. ის მნახველისგან მალავს მთავარ ეპიზოდს, მთავარ პერსონაჟს, გადამწყვეტ დეტალს. ზოგჯერ ის მას სადმე კუთხეში ჩქმალავს ან სულაც ნახატის ცენტრში გამოსახავს, მაგრამ მასშტაბებით თამაშობს. მთავარი პერსონაჟის ან ეპიზოდის გარშემო აურს ქმნის. ყურადღების გამფარდველი უფრო დიდი ფიგურები წინა პლანზე გამოაქვს და მნახველს აიძულებს იფიქროს. ეძებოს ის, რაც ასე მნიშვნელოვანია. მისი გენიალურობა სწორედ ამაშია. აგერ უკვე მე რამდენი საუკუნეა.
დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის წინვალე წარმომადგენელი, ძალიან კარგი ფერმწერი თვითონ, ძალიან კარგი მხატვარი და ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ორ ქვეყანას ასულდგმულებს ამ თავისი შემოქმედებით. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ვახტანგ უცხელიშვილი ცხოვრობს ხოლმე და არის ტრადიციულად მისი ძირძველი სამშობლო, მისი ოჯახის ეს არის თბილისიდან საქართველოს. ვახტანგ მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან გვიხარია მე და ლევანს თქვენ რომ შემოგიტყუებთ ხოლმე გადაცემაში და დღევანდელი ეს სეგმენტი ამ დიდი გადაცემის ეხება რასაკვირველია ერთ-ერთ ჩემი წარმოდგენით უგენიალურეს წარმომადგენელს იმ ცხოვრების რომელიც ჩვენ ხშირად გვეჩვენება რომ რა არის არაფერი არ არის კაცო ესე იცხოვრებ კაცი და არის აი რეალურად ვიღაცამ როცა ემზადებოდით ამ გადაცემისთვის დაწერა კიდევაც რომ სიურრეალიზმის ასე ვთქვათ წინაპირობა იერონიმუს ბოსკი თუმცა მის სახელთან დაკავშირებით ბევრს კამათობენ საიდან დაერქვა ეს სახელი როგორ დაერქვა თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც მისი ეს უნიკალური შემოქმედება თითოეულ რაღაც კუთხე კუნძულში მისი ამ ტილოების ხედავ რაღაც სხვა სამყაროს, რაღაც თავგადასავალს, ვიღაცის განცდებს, ვიღაცის არ ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წამებს ამ ქვეყნიური ცხოვრების, ვიღაცის პირიქით იმ ქვეყნიური ცხოვრების პირველ წამებს, სადაც არის და ასე შემდეგ. აი, თქვენ სტუმრობამდე სიუჟეტი ხონდა ჩვენ ბრეიგელზე და იქაც ვთქვით, რომ ბრეიგელს უწოდებენ ბოსხის მემკვიდრეს რაღაცნაირად. კი, რა თქმა უნდა. იმ ადამიანის მემკვიდრეს, ვის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ზუსტი რაც ვიცით, არის მისი გარდაცვალების წელი, რომ 1516 წელს გარდაიცვალა. დანარჩენი ყველაფერი არის ლეგენდები და მითები და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ასე ცოტა რამე არის მასზე ცნობილი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარი დღესდღეობით, ხო? აი, რით მიიპყრო მან კაცობრიობის ყურადღება? რაშია მისი ხიბლი ვთქვათ? ხიბლი იმაშია, რომ აუცნობია, აქედან დავიწყოთ. ბოცხზე ყველაფერი ვიცით ამომწურავთ, იმიტომ რომ ვიცით არაფერი. ხოდა რაშია საქმე იცით? დავიწყოთ იქიდან, რომ ბოცხი დაიბადა ჰერტონგენბოცხში. ეს არის ძველი ქალაქი, რომელიც დაარსა ბრაბანტის ჰერცოგმა 1100 წელს მისცა ქალაქის სტატუსი და ამიტომ ქალაქის სტატუსის გამო დაიწყო ვაჭრობა და ძალიან განვითარდა ეს ქალაქი და ბოსხის დროს სხვა შორის განვითარებული ქალაქი იყო. იკრიბებოდნენ სხვა შორის ძალიან ცნობილი კომპოზიტორები, ერაზმუს ნოტრდამელიც იყო მაგ ქალაქში ჩასული. ცნობილი ქალაქი იყო ეკლესიის ზარების დამზადებით და ორღანით, რაც ამოვიკითხე და საინტერესო არის. ხოდა როგორც ვიცით ბოსხი უბრალოდ ვანაკენების ოჯახი გადმოსახლდა გერმანიიდან ახენიდან ხოდა ყველა ვანაკენების ოჯახში იყო ყველა მხატვარი და ყველა წარმატებული მხატვარი იყო მაგრამ სამწუხაროდ არც ერთის ნამუშევარი არ შემორჩენილა გარდა იერონიმუსისა და ერონიმუს ბოსხიც ეს 1480 წლისთვის შეირქვა ეს ფსევდონიმი. იყვნენ წარმატებულები იმ მხრივ, რომ საკმაოდ დიდრები იყვნენ. ჯერ იმიტომ რომ მართლა ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკვეთა. და მე აღმოჩენილია ბოსხის ნამუშევრებში ისეთი პიგმენტები, რომელიც ძალიან იშვიათი იყო იმ დროისთვის. ის იყო ლაზურიტი, ლურჯი იყო მოვარდისფრო კარმინი და ამასთანავე ბოსხი დაქორწინდა შეძლებული ოჯახის ქალზე. და ამანაც თავისთავად განაპირობა მისი ესეთი კეთილდღეობა ფინანსური. ძალიან საინტერესო ის არის ერთი სურათი არსებობს მხატვარი არ არის ცნობილი არის ჰერტონგენბოსის ის არის მოედანი ასახული ბაზრობა პანჩატურები და ერთ-ერთი სახლი არის ბოსხის სახელოსნო იქ რომელსაც მარჯვენა კუთხეშია სადღაც
ისიც ვიცით რომ თითქოს არ უმაგზაურია არსად ჰერტონგენბოს არ გაცდენილა მაგრამ არაუდია ერთი რომ იმოგზაურა იტალიაში და დიდი გავლენა მიიღო ჯორჯონესგან რომ რაღაც საერთო ელემენტები აღმოაჩინეს ცოლი გახსენეთ აქ პარალელის გავლება შეიძლება ჯურერთან იმასაც დიზაინი ცოლი ყავდა თავის დროზე ჯურერს ხოდა აი კიდე ერთი საინტერესო ამბავია აქ რომ ესე იგი როგორ გამოიყურებოდა მაგალითად ჯურერი ჩვენ ვიცით ბევრი ავტოპორტრეტია გვანს დახატული ბოსხზე ცოტა რთულად არის ეგ ამბავი რატო არ ხატავდნენ იმ პერიოდში მხატვრები თქვა საკუთარ ავტოპორტრეტებს საინტერესო საიდან მოდის ეს ხო ეს საინტერესოა თუ ბოსხის ესე თქვა ჭყალებში ავტოპორტრეტია შემორჩენილი და არ იცით ავტოპორტრეტია თუ ვინმე სხვისი გაკეთებული სწორედ მაგ ავტოპორტრეტი არის ესე ვთქვათ, ვარაუდით დადგენილი მისი წლოვანება, იმიტომ რომ სიკვდილის რაღაც რამოდენიმე წლით ადრე არის გაკეთებული პორტრეტი და ხო და მაგითი დაადგენს, აი რამდენი წლის შეიძლება ყოფილიყო მაგდროს ბოსხი და გადაითვალეს, რომ უნდა დაბადებული ყოფილიყო 1450 ან 53 წელს. ჯურერი, ახლა ჯურერი მართლა გითხრათ ულამაზესი იყო ფიზიკურად და ეთქმა თავის შეყვარებული იყო და წარმოთვალა თავის ამიტომ ნუ აკეთებდა თავის ავტოპორტრეტებს. ერთი მკვლევარია, შუაშურის საინტერესო, ვილიამ ფრონგერი, გერმანელი მე-20 საუკუნის ეს იყო ისტორიკოსი. მაგას აქვს ესეთი მიუხედავად იმისა, რომ მაგის ჰიპოთეზა მოკლებულია რაღაც ფაქტებს და დამადასტურებელ რაღაც ნიშნებს, ამბობს, რომ ბოსხი ეკუთვნოდაო, იყო ეს მაშინ ხო სექტები იყო უამრავი, მაშინ ეკლესია იყო დაყავდა, სექტები იყო რაღაც უამრავი და ერთ-ერთ სექტას, რომელიც იყო თუ სწორად თარგმნია, რომ თავისუფალი სულის საძმო იყო, თავისუფალი სულის საძმო, კი. ხო და იმას ეკუთვნოდა ის თავისუფალი სულის საძმო რა იყო, რაც ემსახურებოდა ეს თავისუფალ სექსს. ესე იგი, სექსით უნდათ მიეღწიათ ადამიანის უმანკოებამდე, სანამ გამოაგდებდნენ შვენიერი ის არის. შვენიერი სექტა იყო ეთქობა. ხო და ამიტომ ადამიტებს ეძახდნენ, მაგ სექტას ეძახდნენ ადამიტებს და აი ეს ცნობილი ის რო არის თუ სწორედ ვნებების ბაღი, რომელიც არის მაგის ძალიან ცნობილი პრადოშია. მიწიერი კბობის ბაღი, ვნებების ბაღი, მიწიერი სიამოვნებების კბობის ბაღი. ეს აი იმ სექტის არის დაკვეთილი, მაგრამ ნუ ესეც მოკლებულია რაღაც იმას დამადასტურებელ ფაქტებს. აი, აქედან გავდივარ კითხვა მაქვს ხა. ესე იგი, ცნობილია მე-15-16 საუკუნეში ეკლესია ძალიან დიდ როლს თამაშობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ამ ხატრების ძალიან ბევრი ნამუშევრების რელიგიური თემატიკის არის, არა? იმიტომ რომ დამკვეთებიც ბევრი იყვნენ სასულიერო იერარქები და ასე შემდეგ. აი, ბოსსაც აქვს ბევრი მსგავსი შექმნილი. არა და მისი, თქვათ, აზროვნება ვერ ჯდება თლათ ასე თქვათ ჩარჩოებში, არა? რამდენად კანონიკურად თვლიდნენ მაშინ, თუ არა ეს ცნობილი ბოსხს? იცით რაშია საქმე, მანამდე მივალთ, მაგრამ აი ნუ ეს მოკლედ რომ ვთქვათ, მაგისი უდიდესი მოწაფეალი იყო ფილიპ მეორე, მე მგონი ესპანეთის მეფე. ფილიპე. რომელიც იყო პირწავარდნელი კათოლიკი. ამ დროს გიждდებოდა ბოსხზე. და არც უყურებდა ამ თემატიკას. იქ სხვადასხვა აკრიტიკებდნენ კიდევაც მისი მოახლეები, რომ რაღაც ჰერესთან არის საკმაოდ იმდენად იყო გაგიჟებული ამ ბოსხს აქვს ერთი სურათი, 7 მომაკვდინებელი ცოდვა ესე თქვა. ის ეკიდა მის საძინებელში. ხო და ეს იმდენად მოყვარული იყო, პრადოში შეიძინა უამრავი ნამუშევარი და დღეს ყველაზე მეტი ბოსხი პრადოშია. კიდე არის ერთი დეტალი, რაც ვახტანგმა ბრძანა ძალიან ზუსტად, როცა დაახასიათა ეს ეპოქალური მომენტი, მაგრამ ამ მიწიერი სიამოვნებების ბაღთან დაკავშირებით ამ ტრიპტიხის ერთ-ერთ ნაწილში არის ძალიან საინტერესო კომპოზიცია, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტი არის გამოსახული დიდი ლიტავრის და რაღაცა აი ამ ალა
ეპოქალური ინსტრუმენტები და არის შიშველი ადამიანის უკანალი. გქონდათ, რომელსაც უკან საჯდომ შიშვლეში აქ ნოტები აღნოსხული. სულ მე ძალიან ასე ვთქვათ ისა ვარ, სუსტი. ამ კუთხით არ ვიცი, არც კითხვა ამ ნოტების არაფერი, ვერა. მაგრამ რაღაცა ინგლისურად როკ ჯგუფმა, რომელმაც ეს აიღო თავისი ალბომის ერთ-ერთ ნაწილად, მერე კიდე ერთმა და კიდევ ვიღაცამ მოახერხა და ამოიკითხა ის ასე ვთქვათ ნოტები რა. აქ უცნაური ის არის, რომ ამ შემთხვევაში ამას ვერსია, რომელიც შეიქმნა ფორტეპიანოსთვის, ქვია ასეთი რაღაც 600 წლიანი სიმღერა ჯოჯოხეთიდან. ხო და ინსტრუმენტებს აცეხება როგორც გაარჩიეს ეს საინტერესო ინსტრუმენტი მაგისტვის თითქოს იყო ეს ხორციელი ვნებების აღზნების ერთ-ერთი სამთუმ ძალიან დიდ ცოდვად მიიჩნევდა ამას. რო ეს ინსტრუმენტი როცა უკრავდა, ესე იგი რაღაცით ნუსხავდი, ან ქალი ნუსხავდა კაცს, ან მამაკაცი ქალს და ესე ძალიან დიდ ცოდვად მიაჩნდა. და თან ახლა არც ერთი ბოსხის სურათი არ არის დასათაურებული. არც ერთი აბსოლუტურად. არის ცნობილი მისი 25 სურათი, აქედან მარტო 7-ზეა ხელი მოწერილი, დანარჩენი არის დენდროქრონოლოგიურად დადგენილი, რომ ეს არის ბოსხის. ხონტო ბევრი მინდევარი მოწაფეებიც ყავდა და ბევრი ასლი აკეთებდა ასლებს და ყიდნენ ბოსხის სახელი. ხო და ასე რომ ეს ისიც არის რომ რაღაცა სოკო სჭამდა და ეს სოკო გონებას უბნევდა და ესე ხედავდა. თვალშორ კათოლიკურმა ეკლესიამ მერე განიკითხა ეს ბოსხი ერთი პერიოდი იყო, მაგრამ იგივე კათოლიკურმა ეკლესიამ ბოლოს მაინც კონტროლ მე ლუთერანული ეკლესია შემოდის, ხო გერმანიაში ერთი ამბები ხდება. რა თქმა უნდა. მარტინ ლუთერი და მარტინ ლუთერი თორე ბოსხის სიკვდილის მერე ერთი წლის მერე უწყი იწყებს თავის რევოლუციას. ბოსხამდე იყვნენ ისეთი მხატვრები, როგორც რა ვიცი, რობერტ ვან კემპინი, იან ვან ეიკი, მემლინგი, ეს რაღაც როგერ ვანდერ ვეიდენი, რაღაც საოცრება იყო, მართ საოცარი ის იყო. და უცბად ბოსხი, საიდან გამოჩნდა ბოსხი. ეხლა ესეთი ფენომენია არის, როცა ბუნება პიროვნებას სვავს სწორ ადგილას და იმ დროს, როცა რაღაცა განსაკუთრებული აზროვნებით უნდა გამოსახო რაღაც ისა და ალბათ ბოსხი სწორედ ეს იყო დამოგვირგვინებელი ამ 4 მხატვრის მეხუთე ბოსხი იყო. სხვა შორის ამას ეძახიან ჩრდილოეთის რენესანსს, რომელიც არ არის სწორედ ჩემი აზრით, იმიტომ რომ რენესანსი რა არის? რენესანსი ეკუთვნის იტალიას, იმიტომ რომ რენესანსი არის აღდგენა ძველის. იტალიას დაკარგული ქონდა ძალიან ბევრი, ხო? ბერძნულ-რომაული კულტურა დაკარგული იყო და ეს აღადგინა. ჩრდილოეთს არაფერი არ ქონდა დაკარგული და აღსადგენ. ჩემი აზრით ეს არის გოთიკური პერიოდი ევროპის, მერე როცა გადადის უკვე ოქროს ხანაში. მე ესე მივიშნე. უბრალოდ ალბათ ეპოქა დაემთხვა, იქით ლეონარდოა მაგდროს აქ ხო, რა თქმა უნდა, ეს ერთი პერიოდი. ეხლა რამ განაპირობა და ჩემი აზრით და ეხლა ზოგიერთ ასწავლს ვეთანხმებ, მან დიდი როლი ითამაშა ეკლესიამ თავისთავად, მაგრამ ეს რა იყო, როცა ქრისტიანობამ შექმნა ეს ცოდვის ინსტიტუტი. და ცოდვის ინსტიტუტი რო შეიქმნა ეს ფსიქოლოგიურად ადამიანს გაუჩნდა საშინელი შიში ამ ქვესამყაროში. ეს ჯოჯოხეთი პირველად აღწერა ეს ცნობილი აღწერა დანტემ. საებრო კომერცი, მაგრამ არ არის ასე. დანტემ და აღწერეს და ძალიან საინტერესო ის არის. იყო ესეთი ბერი მარკუსი, ირლანდიელი. რომელმაც რა ვთქვა, ნაშრომით, მანუსკრიპტით რაღაცა დაწერა დანტემდე 70 წლით ადრე. ვიზიო ტუნდალი, ესე იგი ტუნდალის ხილვა 1148 წლის მომენტს ყვება, რომ იყო ესეთი რაინდი ტუნდალი. ესეთი ძალიან ესეთი თავისუფალი ცხოვრობით ცხოვრობდა, არ იყო მაინც და მაინც შებოჭი. ხო, შებოჭი.
ხო და კარგავს გონებას 3 დღით. და ჩამოდის ანგელოზი და მიყავს ჯოჯოხეთში და აჩვენებს აი თავისი ცოდვებისთვის რა შეიძლება რაელის და მე თავისთავად 64-ში ყავს და აი რა შეიძლება საჩელება მოხდეს თვასე ამოიქცევა რა თქმა უნდა და 3 დღის მერე გონს მოვა და ნუ გახდება ქრისტიანი და პირიქით დაიწყო სხვების დამოძღვრას და მე ესეთი ცალს მაქვს ამოკითხული დიდი ხნის წინ აღარ მახსოვს ისა მე მგონი ეს თვითონ ეს ტუნდალი იცნობდა ამ მარკოს და მარკოს მოუყვა. ხო და ეს ყვება 1148 წლის ამბობს და ეს მონუსკრიპტი დაწერა 1159 წლის მერე. და ეს გამოიცა ძალიან ბევრ ენაზე. ასევე ჰოლანდიურ ენაზე. და შემდეგ რა თქმა უნდა უკვე დანტეს ისა და დანტემ რა შექმნა ახალი. ესე იგი, ნუ თავისთავად ხო შექმნა რაღაც საოცარი სურათი ამ ჯოჯოხეთის. დემონები აქვს აღწერილი, ცხოველები როგორ დაესხმებიან თავს სანამ ტყეში შეუმერე. ვირგილიუსი ამოიყვანს, ვირგილიუს მიყავს მთელი ეს ჯოჯოხეთს აჩვენებს. მე ჯოჯოხეთი აი ამ განსაწმენდში მიყავს რაღაცა პერიოდი. მე ხდება ბეატრიჩეს მიყავს ბოლომდე იქ 64-ში და 64-ში უკვე თუ არ ვცდები ეს წმინდა ბერნარი უკვე ხდება მისი გიდი. და ეს ეს ახალი რა შექმნა დანტემ ამითი შექმნა ანთროპოცენტრიზმი, სადაც ადამიანი ხდება უკვე ეს ტუნდალი ხო წაიყვანა ანგელოზმა. აქ უკვე ადამიანია მისი გიდი, ადამიანები. აჩარეული აღარ არის ეს საებრივი ძალები აღარ არის აჩარეული ეს გიდი არის ადამიანი ერთის მეორეში და მესამეში. რა თქმა უნდა ეს ლიტერატურა ცნობილი იყო ბოცხისთვის. იმიტომ რომ ბოცხი ეხა როცა მოდიხარ დიდარი ოჯახიდან და თვითონ იმ დროს განათლებას იღებ თავისთავად აუცილებლად. იყო ასეთი ჯვაროსნული სვალბიგოური ჯვაროსნული ლაშქრობა. ეს იყო რაღაც 2 საუკუნით ადრე ბოსხამდე. და შემდეგ შავი ჭირი. ესეც 1 საუკუნით თითქმის საუკუნით ადრე იყო ბოთან. და ის მე ვკეთ რა შუაშია ჯვაროსნული სვლა, რა შუაშია შავი ჭირი და უბრალოდ ესეთი პერიოდებია. ეხლა რა მოხსაზრება ამ ალბიგურ ჯვაროსნულ სვლასთან. ეს იყო პაპის ლაშქრობა ერთ-ერთი ძალიან სერიოზული სექტის წინააღმდეგ, რომელსაც ერქვა კათარები. ძალიან ძლავრი ორგანიზაცია იყო, ძალიან გავრცელდა ეს კათარიციზმი, მთელ ევროპას მოედო. ხო და ნუ 20 წლიანი ომი იყო იქ. ჯვაროსნებმა დაამარცხეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაწყვიტეს. მე ინკვიზიციას დაჭირდა მთელი 100 წელი, რომ ბოლო მოეღო მთლიანად ამ სექტისთვის. ბოცხზე ასეთი ის არის კიდევ მოსაზრება, რომ იყო ზოროასტრიზმის მიმდევარი და კათარციზმი ეთანხმებოდა ზოროასტრიზმს, იმიტომ რომ ეს იდეა იყო, რომ შავი ძალა განაგებს სოფლიოს. და კათარციზმის ეგრე იყო, რომ რაც ცუდი ძალა განაგებდა სოფლიოს, ეს იყო კათოლიკური ეკლესია და ინკვიზიცია იყო მაგათი მსახურები. და ამიტომ ეს მოხდა ეს შეტაკება პაპისა და კათარების. და ამბობენ, რომ იქ ბოცხში აღმოაჩინეს ზოროასტრიზმის რაღაც ნიშნები და რა კი კათარციზმი ეთანხმებოდა ამას. ესეთი ის იყო, რომ ვანაკენების ოჯახი იმიტომ გადმოსახლდა, რომ კათარებთან ჰქონდათ საქმე. ვანაკენები შეიძლება ყოფილიყო კათარები და უბრალოდ თავს უშველეს წამოსვლით. და სგვარით შეიცვალეს, რაღაც სხვა გვარი იყო ნეტყობა იქ და წამოვიდა ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება. ამიტომ ეხლა ინკვიზიციამ კი გაწყვიტა ეს კათარი, მაგრამ ეხლა კანტიკ უნდა დარჩებოდნენ სადაც. არის ესეთი მოსაზრება და ამიტომ რითი ადასტურებენ ამას, რომ ბოცხი კაფიოთ ებრძვის კათოლიკურ ეკლესიას და სამღვდელოებას. ეხლა შავი ჭირი, რომელიც ვახსენე მე, იქ საოცარი ტრადიცია დამკვიდრდა. ეს ტრადიცია კი არსებობდა ძველადაც, მაგრამ აქ ძალიან გაიდგა ფესვები. მაკაბრის ტრადიცია. აი როცა დამთავრდა ეს შავი ჭირი და რაღაც მოისვენა ევროპა, ხალხი გადიოდა სასაფლაოზე. და შენიღბულები რაღაც მასკარადი იყო რაღაცა და სიკვდილის ცეკვას ცეკვავდნენ. ეს სასიკვდილო ვასის იყო ეს რიტუალი რაღაც.
და ბოცხში არის ეს არის ბოცხში ეს პერფორმანსი არის, ეს სიკვდილის წინა პერიოდი არის, ეს სასიკვდილო მომენტები არის და ნამდვილად. ამიტომ ეძახიან პოსტმაკაბრის პერიოდს, ბოცხის პერიოდს. ეგეთი მოსაზრებაც არის და ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ეს მე გავავლე პარალელი რატომაც დავაკავშირე ეს ყველაფერი. ალბათ მე არა ვარ პირველი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო მოსაზრებები, რამ განაპირობა ბოცხი, რომ არის ბოცხი. ბოცხი პროდუქტი იყო შუა საუკუნეების, ნამდვილი პროდუქტი იყო შუა საუკუნეების. აი, პირადად თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედი, აი, პირადად თქვენთვის, მისი გამოცდილება, მისი სამყარო. როგორც შემოქმედისთვის. იცით რა არის, ერთი კარგი რაღაც გამახსენდა ამ კითხვად. მე მგონი სოკრატეს დაუსვეს კითხვა, როცა ვიღაც ახალგაზრდა ფილოსოფოსი გამოდიოდა, იქ იყო ესწრებოდა, უსმენდა და კითხეს, როგორ მოგეწონათ? რაც გავიგე, ძალიან მომეწონაო და რაც ვერ გავიგე, უფრო მომეწონა. ამიტომ რასაც უფრო არ მეცნით, უფრო მიზიდავს ეს სხვა. რამოდენიმეჯერ გავავლეთ ჩვენ პარალელი ჯურერთანაც იქამდე და ჯურერმაც და ბოცხმაც ორივემ შექმნა ილუსტრაციები ცნობილი ნაწარმოების ბრიუხთა გემის, ანუ ბრანტის ბრანტის და ხო, სებასტიან ბრანტის ეს პოემა, სატირული პოემა, ორივემ შექმნა ილუსტრაცია. და სხვაშორის ეს სულელების გემი ბოცხის არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სურათი. ძალიან ბავშვობიდან სხვანაირ ემოციას მაძლევს და ხო, თან სულელი და შეშლილი მაშინ სინონიმები იყო იმ ეპოქაში ეს სიტყვები. ფაქტორიულად ერთი იყო. აი ამ შემოქმედებას ვიზეც ახლა ვისაუბრებთ. ასევე თავისი მთავარი შედევრი ერთ-ერთი ერთ გემზე მომხდარ ტრაგიკულ ისტორიას მიუძღვნა რა. მხატვარმა თეოდორ ჟერიკომ სულ რაღაც 32 წელი იცოცხლა, მაგრამ ისეთი ცხოვრებით, რომ თავგადასავლები, რომლებიც მას გადახდა, ერთი დიდი რომანის სიუჟეტად გამოდგება. სამწუხაროდ ვერ მოასწრო იმის გაგება მისმა ნამუშევრებმა ევროპულ მხატვრობაზე რამდენად დიდი გავლენა მოახდინა. დღეს მას რომანტიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოიხსენიებენ. ახალგაზრდა მხატვრის პირველ წარმატებად ითვლება ნახატი იმპერატორის ცხენოსანთა ეგერების ოფიცერი, რომელიც 1812 წელს სალონში გამოფინეს. ტილომ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. იმ დროინდელი სტანდარტებით ამ ნამუშევარს შეიძლება ურაპატრიოტული ვუწოდოთ. მალე ფრანგებმა ნაპოლეონის არმიის რუსეთში დამარცხების შესახებ შეიტყვეს. მიიჩნევა, რომ ნახატი დაჭრილი კირასირი ბრძოლის ველს ტოვებს. ამ მოვლენებზე ოსტატის ერთგვარი მხატვრული პასუხია. ჟერიკო ძალიან პოპულარული იყო ქალებში. მის დასაუბედუროდ მას ბიცოლა, დედის ძმის ცოლი შეუყვარდა. პორტრეტზე, რომელიც მხატვარმა 1812 წელს დახატა, ალექსანდრინა, ანუ ალი კურიუელი, ბარონესა დე სენ-მარტენია გამოსახული. ის იმ დროს 27 წლის იყო, მხატვარი კი 20-ის. როდესაც რომანი გახმაურდა, სკანდალი ატყდა. ჟერიკო იძულებული გახდა გარკვეული დროით ჯერ ჯარში წასულიყო, შემდეგ 1 წლით იტალიაში, მაგრამ რომ დაბრუნდა, რომანი განაახლა და ქალმა ჟერიკოსგან შვილი გააჩინა. ბავშვი ალექსანდრინას წაართვეს და დაბადების მოწმობაში ჩაუწერეს, რომ მისი წარმომავლობა უცნობი იყო. ქმარმა ქალი დააჭერინა. მხატვარი კი დეპრესიაში ჩავარდა. დარდი რომ ჩაეკლა, მან თავის ყველაზე ცნობილ ნახატზე დაიწყო მუშაობა. 1816 წლის 17 ივნისს მცირე ფრანგული ესკადრილია, ფრეგატი მედუზა, კორვეტები ეკო და ლუარი და ბრიგი არგუსი საფრანგეთიდან სენეგალისკენ გაემგზავრა, რომელიც მაშინ საფრანგეთის კოლონია გახლდათ. ესკადრილიას გამოუცდელი კაპიტანი დიურუა დე შომარე მეთაურობდა, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა. თავდაპირველად კაპიტნის მითითებით მედუზამ შესამჩნევად გაუსწრო სხვა გემებს, შემდეგ კი მეჩეთს წამოეგო. ერთ ადგილას გაიჭედა და საშინელ დღეში ჩავარდა. ნაპირამდე 160 კილომეტრი იყო დარჩენილი.
კაპიტანს შესთავაზეს ზედმეტი ტვირთი გადაეყარათ, იქნებ როგორმე თავი დაეღწიათ, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა ნაპირამდე რამდენიმე ნავით მიიღწია, რომლებშიც ჩინოვნიკები და უფროსი ოფიცრები ჩასხდნენ. ჯარისკაცები, მეზღვაურები და მგზავრები უზარმაზარ ნაჩქარევად აწყობილ ტივზე გადასვეს, რომელიც ერთ-ერთ ნავს ჩააბეს. ტივი რომ არ გადატვირთულიყო, ხალხს საკვების და სხვა ნივთების წაღება აუკრძალეს. შუა გზაში ბაგირი გაწყდა და მისი ხელახლა მიმაგრება შეუძლებელი გახდა, რის შედეგადაც ამ არასანდო კონსტრუქციაზე მყოფი 158 ადამიანი ღია ზღვაში მიატოვეს. პირველივე ღამეს ქარიშხალის დროს 20 კაცი დაიღუპა. როდესაც მეორე დღეს გაირკვა, რომ გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო, ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. დაიწყო აურზაური, ჩხუბი და მკვლელობები. შემდეგ წყლისა და ღვინის კასრების ნაწილი მედუზას მიერ წახებული ერთადერთი მარაგი ტალღებს გაჰყვა და რაც დარჩა, ხალხმა იმისთვის ბრძოლა დაიწყო. ზოგმა თევზის დაჭერას სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. ბოლოს კანიბალიზმამდე მივიდნენ. როდესაც 17 ივლის ბრიგი არგუსი საშუალად მივიდა, ტივზე მხოლოდ 15 გადარჩენილი ადამიანი იყო დარჩენილი, რომელთაგან მოგვიანებით 5-იც გარდაიცვალა. 1817 წელს გამოქვეყნდა გადარჩენილი ოფიცრების, კორიარისა და სავინის მემუარები, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ფრანგები შოკირებულები იყვნენ, როდესაც გააცნობიერეს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მათი კეთილშობილი თანამემამულეები ასე სასტიკად მოეპყრნენ ერთმანეთს და კანიბალიზმამდე დაეცნენ. მედუზის ამბავმა თეოდორ ჟერიკოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და 1818 წელს ამ სკანდალურ თემაზე ნახატის შექმნა გადაწყვიტა. მხატვარი მასზე 8 თვის განმავლობაში მუშაობდა. მან წაიკითხა კორიარის და სავინის წიგნი და ზოგიერთი წყაროს თანახმად პირადადაც შეხვდა მათ. შექმნა მრავალი ესკიზი, დეტალურად გამოიკვლია ტივზე მომხდარი მოვლენები, შეისწავლა სხვადასხვა დოკუმენტები, გამოჰკითხა გადარჩენილები. ერთი სიტყვით გაიარა ამ ჯოჯოხეთის ყველა წრე. მას ერთ-ერთ გაზეთში ხელოვნების დანტეც კი უწოდეს. ჟერიკო დადიოდა მორგებში, რათა ენახა დამხრჩვალთა გვამები. მან დაამზადა 100-ზე მეტი მონახაზი, რომლებსაც ტივის მოგზაურობის სხვადასხვა მომენტი გამოსახა. ბრძოლები, საჭმლისა და ყველაზე უსაფრთხო ადგილისთვის ტივის შუაში კანიბალიზმის სცენები, სასოწარკვეთილება, სიგიჟე, ხსნის მოლოდინი, მაგრამ მხატვარმა ბოლოს ის ეპიზოდი აირჩია, როცა ჰორიზონტზე ძლივს შესამჩნევი იალქანი ჩნდება და ჯერ კიდევ გაურკვეველია შეამჩნევენ თუ არა ხომალდიდან ტივს. გემის ჩაძირვის შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილი დურგალი ტივის მინიატურული ასლის აგებაში დაეხმარა. მხატვარმა კი მომავალი გმირების ცვილის ფიგურები გამოძერწა და ტივზე განათავსა, რათა მომავალი სურათის კომპოზიცია შეედგინა. ნახატი პირველად 1819 წელს პარიზის სალონში გამოიფინა სახელწოდებით გემის ჩაძირვის სცენა. ამიტომ კონკრეტულ ტრაგედიაზე პირდაპირ მინიშნება არ იყო, მაგრამ ყველა მიცოდა, რას მიეძღვნა ის. ნამუშევარმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. მით უმეტეს, რომ ფრანგების უმეტესობას ინციდენტი სამარცხვინოდ მიაჩნდა. ზოგმა ამ ნაშრომში პოლიტიკური ქვეტექსტი ამოიკითხა. მედუზა კაპიტნის ქმედებებისა და ცუდი მომზადების გამო ჩაიძირა, რაშიც მთავრობაც დაადანაშაულეს. საერთო ჯამში ტრიუმფი არ შედგა. შემდეგ მხატვარმა ნამუშევრის ბრიტანეთში გამოფენა გადაწყვიტა. ბრიტანული საზოგადოება აღფრთოვა და ნახატით და ჟერიკომ ევროპაში სახელი გაითქვა. თანამემამულეებმა მედუზას ტივი მისი გარდაცვალების შემდეგ დააფასეს. ლუვრი ნახატის შეძენას 5000 ფრანკად აპირებდა. მხატვარმა და ჟერიკოს მეგობარმა პიერ ჟოზეფ დედრე დორისიმ ის $6000 იყიდა. მას შესთავაზეს მედუზას ტივის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით მეტ ფასად გაყიდვა, მაგრამ მან ის ლუვრს იმავე თანხად 6000 ფრანკად დაუთმო. კრიტიკოსებმა გაცილებით გვიან გააცნობიერეს, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ ნახატმა ევროპულ ხელოვნებაზე. ბრიტანეთში ჟერიკომ კიდევ ერთი ცნობილი ნახატი დახატა. ეპსომის დოღი. ეს დოღი 1780 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა და მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღონისძიებად ითვლებოდა. ჟერიკო გიждდებოდა ცხენებზე, სადაც არ უნდა წასულიყო, ის აუცილებლად იპოდრომზე მიდიოდა, ან უარეს შემთხვევაში თავლებში,
იყო და როდესაც ის ინგლისში ჩავიდა, დერბის ინგლისელი დოღის მოყვარულთა მთავარი გასართობის გამოტოვება არ შეეძლო. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებს, რომ სურათი არ არის წარმოსახვითი, არამედ 1821 წლის ძალიან სპეციფიკური დოღია. იმ დროს ფინალში 3 სხვადასხვა ფერის ცხენი გავიდა: ყავისფერი, ნაცრისფერი და წითელი. ამ ნახატზეც ატყდა ერთი ამბავი. აქამდე მხატვარი ამ კეთილშობილ ცხოველებს სამგანზომილებიან და რელიეფურ ფორმებში გამოსახავდა, თუმცა აქ მან ისინი ტილოზე თითქოს გადათხაბნა. ამის გამო ჟერიკომ უამრავი კრიტიკა დაიმსახურა. ბოლოს და ბოლოს ბავშვებმაც კი იციან, რომ სირბილის დროს წინა და უკანა ფეხების ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით გაშლა არ შეიძლებაო. გაიძახოდნენ ნახატის ნახვისას. აქვეყნებდნენ მოჯირითე ცხენების ფოტოებს, პირდაპირ გააცამტვერეს. მან ისინი არასწორად დახატაო. თუმცა ოგიუსტ როდენმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ფოტო აფიქსირებს მომენტს და მასზე აღბეჭდილი ცხენები არ მოძრაობენ. ჟერიკომ კი მხოლოდ ფეხების პოზიციით შეძლო დინამიკის შექმნა და ცხენებიც თითქოს მიფრინავენო. ბრძანა მან და სკეპტიკოსები დაადუმა. სრულიად ახალგაზრდა მხატვარი სწორედ ცხენებმა შეიწირეს. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის ბოლო წლები ჟერიკომ ისე გაატარა, თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა. მშობლებისგან მიღებული შთამბეჭდავი მემკვიდრეობა საეჭვო პროექტებში გაფლანგა. ჯამსელობის პრობლემების მიუხედავად, ის აქტიურად მონაწილეობდა დოღებში. ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ ხანგრძლივად იმკურნალა, გამოჯამრთელდა და ისევ იპოდრომს დაუბრუნდა. მოგვიანებით ის კვლავ გადმოვარდა ცხენიდან. ტრავმა სასიკვდილო არ იყო, მაგრამ თავისი წინდაუხედაობის გამო სისხლი მოეწამლა. მხატვარი 1824 წელს გარდაიცვალა. ისეთი საინტერესო მოსაუბრეა ჩვენი ამერიკელ-ქართული წარმომავლობის ფერმწერი ვახტანგი. და ისეთი დიდი გვარის წარმომადგენელია. მუსხელი შვილების, რომ არ შეიძლება რომ ეს ჭიქა მან არ შეირგოს, როცა დარჩება მარტო მიწიერი სიამოვნებების ბაღის კარიბჭესთან. როცა დარჩება, ამაში ჩაასხავს რაც უნდა, იმის და ჰოპ რო გადაკეროს გავახსენდებით, რომ რა იყო ეს კიპანიძე და გლეხი შამოთავა. ვაჰ, დიდი მადლობა, ეს ძალიან საინტერესო შვენიერი დიზაინია და დიახ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. რომ აი ესეთ საინტერესო საუბარი, ძალიან სიღრმისეული პასაჟებით და გისურვებ წარმატებებს შემოქმედებით. დიდი მადლობა. ჩვენ კი ის გადაგვრჩენია, რომ გითხრათ, რომ შევხვდებით კვლავ შეშლის სამყაროში. აბა არ მოიწყინოთ.